გიდები. Მთლიანად საქართველოში გვაქვს 69 მუნიციპალიტეტი. თავისთავად ცხადია, აქედან ყველაზე დიდი ეს არის თბილისი, მოსახლეობა 1,110,000 მოსახლით. მე გიზიარებთ 2014 წლის აღწერის მონაცემებს, სხვათა შორის წინაზე ვახსენეთ 2024 წლის აღწერა და მითხრეს, რომ ძალიან მალე ივნისში გვექნება ახალი მონაცემები და ის საინტერესო იქნება. მშვენიერი და დავუთმოთ შემდეგ თუ ეს ახალი მონაცემები იქნება. რა ხდება, წინ წავედით რა ძალიან მნიშვნელოვანია რიცხობრივი აღწერა, ძალიან ბევრ რამეს ამბობს. ხო, თუმცა ეხლა ახალი ამბავი დაგვეწია 2 დღის წინ, რაღაც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა, რომ გადააჭარბა სიკვდილიანობამ ქვეყანაში. ძალიან საინტერესოა, ამიტომ სტატისტიკა და რიცხვები ძალიან ბევრ რამეს ამბობს. თბილისის შემდეგ მე თან ჩავიხედავ, რომ რიცხვები არ შემეშალოს. მეორე დიდი მუნიციპალიტეტი ეს არის ბათუმი, 152,800-ზე მეტი მოსახლეა. შემდეგ მოდის ქუთაისი, 148,000 დაახლოებით, რუსთავი, 125,000, გორი, 121,000, მარნეული, 107,000 და ზუგდიდი 100,000. დანარჩენი მუნიციპალიტეტი ამ 7-ის გარდა არის 100,000 ქვემოთ, ანუ პატარა ქვეყანა გვაქვს, ასე ვთქვათ. სოფლების რაოდენობას რაც შეეხება დღეს საქართველოს იურისდიქციაში, მყოფი სოფლების რაოდენობა არის 3,840. ამდენი რაოდენობის სოფლები გვაქვს. სხვათა შორის 1991 წლის მონაცემებით სოფლების რაოდენობა საქართველოში იყო 4,500. ახლა გვაქვს 3,840, ანუ ოკუპირებული ტერიტორიის, მანამდე არ იყო ქვეყანა ოკუპირებული, როცა ეს მონაცემი ჰქონდა 1991 წელს. ყველაზე დიდი სოფელი ეს არის წეროვანი, მოსახლეობის რაოდენობა 8,191, აქაც 2014 წლის მონაცემებია და ალბათ აქ იგულისხმება კიდევ ომის შემდეგ წეროვანში ჩასახლებული. 2014 წლის მონაცემებია. დიდ სოფლებს შორის ამ 3,840 სოფლიდან 52 არის დიდი სოფლის სტატუსით, სადაც არის მოსახლეობა 8,000 მაცხოვრებლამდე. რამდენიმე სოფლის ჩამოთვლა შეიძლება მაგალითად ახლოს აქვე არის სართიჭალა, რომელიც არის დიდი სოფელი, რამდენიმე ჩამოთვალოთ მაგალითად სადახლო, მარტყოფი, მუხრანი, რუისი არის დიდი სოფელი, კარალეთი, ფარცხანაყანევი წყალტუბოში და ასე შემდეგ. აი ესეთი სხვათა შორის არსებობს სოფლები, სადაც 2 მოსახლეა, ხაშურში რო ვიყავით კვირას ნახეთ სოფელი, სადაც 2 მოსახლე ცხოვრობს მხოლოდ. არა და თითქოს ეს მხოლოდ თიან სოფლებისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა ხაშურშიც ყოფილა ასეთი ბევრი ფაქტორია ხაშურთან დაკავშირებით. აი სოფელი, სადაც 1 ადამიანი ცხოვრობს, ეს არის ბოჭორნა, ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება, სტატუსის მქონე სოფელია, 2345 მეტრზე ცხოვრობს ერთადერთი ადამიანი, შარშანგავიცანი პირადად, ირაკლი ხვედაგურიძე, არ შემეშალოს გვარი, ეს ერთი ადამიანი არ ტოვებს სიხაურობას, ის არის მუდმივი მაცხოვრებელი და სოფელს უნარჩუნებს სტატუსს. ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებას მიეკუთვნება და ნუ ეს ტრაფარეტიც იმ პერიოდში აშენდა. მანამდე იყო უშგურის თემი 2200 მეტრით, მაგრამ აჯობა ბოჭორნამ ჯერჯერობით ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ბატონი ირაკლი. ეხლა რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტს, ხაშური შედგება ერთი ქალაქისგან, ეს არის ქალაქი ხაშური, ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეული არის შიდა ქართლში. ხაშურს აქვს 82 სოფელი. სოფლების რაოდენობის მიხედვით არც ისე პატარა და ერთი დაბა, ეს არის დაბა სურამი. თვითონ ეს ქალაქი და საერთოდ მუნიციპალიტეტი და სოფლები არის არაერთხელ აყრილი და თავიდან დასახლებული. აი მაგალითად თემურლენგის შემოსევების დროს მთლიანად ეს სოფლები არის გადამწვარი. ხდებოდა მუდმივად ჩასახლება, ანუ თავიდან ფენიქსივით ამ დასახლების გაცოცხლება. აი მე-19 საუკუნეშიც მოხდა მაგალითად ჩამოსახლება და ხაშურის მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენენ იმერეთიდან ჩამოსახლებული ადამიანები, ანუ იმერლები არიან. ეხლა ამ ჩვენი მოგზაურობის დროს 8 ნასოფლარი ვნახეთ, სადაც აი პრაქტიკულად ნიშანწყალიც არ არის ადამიანების ცხოვრების და ეს 8 სოფლიდან მოხდა ადამიანების გასახლება
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, მე-20 ამ პერიოდში რა მოხდა? თურქი მესხები, როცა გაასახლეს სამხრეთ ნაწილიდან, იმ ადგილას, სადაც იყო მათი საცხოვრებელი, ხაშურის 8 სოფლიდან მოხდა მოსახლეობის აყრა და იმ ტერიტორიაზე ჩასახლება. რაც შეეხება იმ დადგენილებას, თურქი მესხების, გვახსოვს 1944 წელს, ეს იყო უშუალოდ სტალინის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომლის თანახმადაც მოხდა პრაქტიკულად ეთნიკური წმენდა და რაოდენობაც არის ცნობილი, ეს არის 95 ადამიანი გაასახლეს მაშინ მცირე აზიაში უკან დაბრუნების უფლების გარეშე ცენტრალურ აზიაში გაასახლეს უბრალოდ უკან დაბრუნების უფლების გარეშე აქ ჩანს კიდევაც არაერთი ფოტო არის ამ ძალიან მძიმე გასახლების ამსახველი და აი ამ ტერიტორიაზე სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ აი ხაშურიდან მოხდა ამ ადამიანების ჩასახლება. აი რაღაცა სულ და სევდიანი სანახავია მთლიანად ძალიან უზარმაზარ ტერიტორიაზე. აი 8 სოფელი მიყოლებით. ეხა როგორი სანახავი იქნება პრაქტიკულად. აი ჩანს ტერასები და სხვა ბევრი რამე, რაც ზოგადად ქალაქები ნასოფლარი არის ყოველთვის სევდიანი და მძიმე სანახავი. ძალიან მძიმე სანახავია. თვითონ ხაშურის ეტიმოლოგიას რაც შეეხება და საერთოდ ზოგადად ხაშურს რაც შეეხება რკინიგზა გამოჩნდა. ეს არის ქალაქი, რომელიც შეიქმნა რკინიგზის განვითარებასთან ერთად და აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ხაშურში იყო განთავსებული რკინიგზის საწარმოები, ეს იყო მაშინდელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი საწარმოები და იყო ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი იყო რკინიგზის, რაცაც ქვია. ეხლა აქ არის ნაჩვენები რკინიგზის სადგური, რომელიც მაშინდელი რუსეთის იმპერიაში იყო ძალიან ცნობილი და რა იყო ამის მიზეზი? მე-19 საუკუნის აი 90-იანი წლებისთვის იმპერატორის ოჯახი ცხოვრობდა აბასთუმანში. და აბასთუმანში ხაშურის სადგურიდან მოკლედ გადადიოდნენ იქ და უამრავი ძალიან ცნობილი კოლორიტი ადამიანი იმ ეპოქის ასე ვთქვათ ცნობილი ადამიანები ჩამოდიოდნენ ხაშურში და მათ იცოდნენ აი ამ ხაშურის ავტოსადგურის შესახებ იქიდან გადადიოდნენ შემდეგ მაშინ რა ქვია აბასთუმანში ეს არის დიმიტრი ერმაკოვის ფოტო ჩვენი ცნობილი ფოტოგრაფი თან შუაზე ყოფს ქალაქს ეს რკინიგზის სადგური ზუსტად ქალაქის შუაში გაივლის არის სადგურს რკინიგზის გადაღმა და რკინიგზის გადმოღმა ხაშური და ყველგან ისმის ეს მატარებლის შემოსვლა გასა. ძალიან საინტერესოა. კი ბატონო. და ხაშურთან და რკინიგზასთან არის დაკავშირებული ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიაც. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ნიკო ფიროსმანი იყო რკინიგზელი, რკინიგზის თანამშრომელი იყო 1888 წლიდან 1894 წლამდე. დაახლოებით 6 წელი მუშაობდა რკინიგზაში და ჯერ კი იყო დარაჯი, მაგრამ მე მქონდა მემუხრუჭე კონდუქტორად მუშაობდა გარკვეული პერიოდი და მე მაქვს ნანახი ისეთი ხშირად აცდენდა იმიზეზებდა ხარას მაინც მხატვარი ადამიანი აი ესეთი რაღაცა მოვლენა იმ პერიოდის რკინიგზაში სამუშაოდ ცოტა ისეთი წარმოუდგენელი ამბავი უკავშირდება რკინიგზას სხვათა შორის თვითონ ეტიმოლოგია ანუ ხაშურის ამასაც რო შევეხოთ თვითონ ხაშური ნიშნავს სულხან-საბას განმარტების თანახმად მლაშე წყლის ადგილს და ეს ტყუილად არ ქვია ამ სოფელს. რეალურად არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს ესეთი ჩრდილო-აღმოსავლეთით ეგრეთ წოდებული ხარიბახელე, ესე ეძახიან, საიდანაც ამოდის ესეთი მარილის წყაროები, აი წყარო თუ შეიძლება დავარქვათ, რასაც ადრე მოსახლეობა იყენებდა სამკურნალოდ, დღემდე გამოიყენება და სწორედ იმ პერიოდში, ანუ ადგილმდებარეობას დაერქვა ხაშური. და მერე უკვე დასახლებულ პუნქტს, იმიტომ რომ როცა ეს სახელი დაერქვა, მაშინ იქ საერთოდ დაუსახლებელი პუნქტი იყო. სახელებს იცვლიდა არაერთხელ, ანუ პირველი ერთ-ერთი ოფიციალური სახელი ხაშურის 1872 წელს დაერქვა, სხვათა შორის ერქვა 1917 წლამდე, ეს იყო მიხაილოვო. მიხეილ რომანოვის მაშინდელი მეფისნაცვლის
საპატივსაცემოდ იყო ეს სახელი. მაგალითად, როდესაც ფიროსმანი მუშაობდა ხაშურში, მაშინაც ერქვა მიხაილოვოს რკინიგზის სადგურში მუშაობდა. შემდეგ უკვე, როდესაც მოვიდა ესეთ დამოუკიდებელი მთავრობა 1918 წლიდან დაერქვა ხაშური. ისევ დაუბრუნდა თავის სახელი 1921 წელს მას ქალაქის სტატუსი მიეცა, იმიტომ რომ რკინიგზის შედეგად იქ უკვე გაჩნდა დასახლებული პუნქტი და ქალაქის სტატუსი შეიძინა. და 1931 წელს უკვე ბოლშევიკურმა რეჟიმმა ხაშურს დაარქვა სტალინისი. ანუ გარკვეული პერიოდიც ეს სახელი ერქვა ამ დასახლებას, ანუ იცვლიდა სახელს. ერთ-ერთი საინტერესო პოლიტიკურ სოციალური იდეოლოგიების ცვლილებასთან იყო დამოკიდებული მისი სახელის ცვლილება. ნამდვილად ესეა და უბრალოდ ცოტა ისეთ ის ქვეყანაში რო ვიყოთ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა უნდა გქონდეს ხაშურში და ჰამაკებთან ნამდვილად არ უნდა იყოს ახლა ასოცირებული. მაგალითად, კულტურულ სფეროს რაც შეეხება, ერთი ძალიან საინტერესო ამბავი წავიკითხე, როდესაც 1942 წელს დაიწყო მარჯანიშვილის თეატრი. დასი გადავიდა ხაშურში და ხაშურში იდგმებოდა სპექტაკლები და ესეთი ცნობილი მსახიობები სესილია თაყაიშვილი, აკაკი ხორავა და ასე შემდეგ მონაწილეობდნენ. ყველანი იქ მონაწილეობდნენ. ანუ ერთ-ერთი ცოცხალი ქალაქი იყო და აქტიურად ჩართული აი ამ ქვეყნის განვითარების საქმეში. აი ესეთი საინტერესო ამბები გვაქვს ხაშურთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება აი ძეგლი, პირველი ძეგლი, ისტორიული ძეგლი, შეგვიძლია დავიწყოთ სურამის ციხით აი რომელსაც უკავშირდება ლეგენდა, საკმაოდ ცნობილი, რომ ესე იგი თქმულება არის, რომ მისი აშენების დროს ჩაკირული არის ცოცხლად დედის ერთა ბიჭი ზურაბი. კი ბატონო, ასეთი ლეგენდა გვაქვს, ამ ლეგენდას. და იმ ადგილასო, სადაც ის მისი ცრემლი გადმოდის დედის, ხო? ასეთი ლეგენდა გვაქვს და არა მარტო ჩვენ ალბათ ყველას უყვარს ლეგენდები, ასე მგონია. სურამის ციხეს რაც შეეხება აუცილებლად ვისაუბროთ ლეგენდაზე. სურამის ციხე ეს არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია და თავისი მნიშვნელობითაც განსაკუთრებული იყო მაშინ, იმიტომ რომ ორი გზის გასაყარზე მდებარეობდა, მაგალითად ლიხის გადასასვლელებით უკავშირდებოდა დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს და ასევე ბორჯომის გზა იყო, ბორჯომის ხეობით მივდიოდით სამხრეთისკენ. ეხლა როგორც ხედავთ, ძალიან მაღალია და მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა ამ ციხეს და ითვლებოდა ერთ-ერთ აუღებელ ციხედ. თვითონ აშენების თარიღს რაც შეეხება, ეხლა თარიღთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი რამე შეგვიძლია ვთქვათ, მაგალითად იმასაც ამბობენ, რომ ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში არის ფარნაჯომის მიერ აშენებულიო, მაგრამ ამას სჭირდება ფაქტები და არ გვაქვს ამის რეალური დადასტურება. მხოლოდ ეხა მსჯელობით შესაძლებელია მერე გამოჩნდეს რამე, მე ვიმედოვნებ, რომ ბევრი ფაქტები აი ჩვენ ძეგლებთან დაკავშირებით მერე გამოჩნდება. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ფარნაჯომზე არაფერი არ მტკიცდება. ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა ეს იყოს მე-11 საუკუნეში აშენებული ფეოდალური ციხე, სურამელების ეს ფეოდალური საგვარეულო იყო, მათ მე და შესაძლოა მათი რეზიდენციაც კი ყოფილიყო, ანუ ზუსტად არავინ არ იცის. გვირაბებიც აქვს ხო რა თუ სწორად? გვირაბებია, ერთ-ერთი დაცული ციხეა, ჩასასვლელები აქვს პირდაპირ, გასვლა შეიძლება და მაგალითად ალყის დროს ამ ციხიდან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ სულ აუღებელ ციხესთან დაკავშირებით მუდმივად გვახსენდება ერეკლე მეფის პერიოდი, როდესაც ერეკლე მეფე და თეიმურაზი, ანუ 5 თვის მანძილზე ცდილობდნენ ამ ციხის აღებას. იქ იყო გამაგრებული გივი ამილახვარი, აჯანყებული ფეოდალი და ზარბაზნებიც დაუშინეს, ანუ იმდენად მიუვალი ციხე იყო, რომ აი ვერაფრით ვერ მოახერხეს ამ ციხის აღება და მერე მოხდა გარიგება მათ შორის და ნუ ესე დამთავრდა. ხოლო ამ გარიგების შემდეგ დატოვა? ხოლოდ დატოვა გიმი ამილახვარმა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ლეგენდას, ეხლა არ ვიცი რამდენად შეესაბამება ეს ლეგენდა სიმართლეს, მაგრამ სურამის ციხე არ არის ერთადერთი ძეგლი ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ეს ლეგენდა გააჩნია. მაგალითად, რაჭაში, სოფელ წესში არის აშენებული მინდა ციხე, ესე ქვია, ეს არის შუა საუკუნეების ციხე, ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებითაც ფოტოები, რომელსაც ზუსტად იგივე ისტორია და ლეგენდა აქვს, როგორც ამ ციხეს. აი ეს არის მინდა ციხე რაჭაში. ლეგენდაც არის იგივე? იგივე ლეგენდაა, რომ აქაც ცოცხლად
არის დედისერთა ვაჟი. ეს ისი სიმბოლო შეიძლება იყოს რაღაც თავისუფლებისთვის ბრძოლის თუ აი რასთან არის ნეტა დაკავშირებული? ჩინეთის კედელთან დაკავშირებითაც არის. მე მგონი ყველა კედელს აქვს აბსოლუტურად იდენტური ლეგენდა სიმყარისთვის და რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულოს იდეალურად, ამისათვის თითქოს ხდებოდა აი ამ ცოცხალი ადამიანების შატანება, რაც ნაკლებად სავარაუდო არ ვიცი, ვერ გეტყვით ნამდვილად. გარდა რაჭის აი ამ მინდა ციხისა, ასევე სიღნაღის ციხე გალავანთან დაკავშირებით არის იგივე ლეგენდა, რომ აქაც თითქოს აი ცოცხლად იქnen და მე მინახავს მაგალითად არაერთი გიდი მომისმენია, რომელიც თავის სტუმრებს უყვებოდა აი ამ მსგავს ლეგენდას. ამასაც რა თქმა უნდა ეს არის ლეგენდა და რამე ისეთი მხარდაჭერა არ აქვს. სხვათა შორის ამ ლეგენდაზე, სურამის ციხესთან დაკავშირებულ ლეგენდაზე ორი ნაწარმოებია დაწერილი. დანიელ ჭორხასის სურამის ციხე და სურამელი მწერლის სულიაშვილის ზურაბის ციხე. ესეც აი ლეგენდას ეძღვნება. გარდა სიღნაღის გალავნისა ასევე არის ტაძარი ილორის ეკლესია. ეს ჯერჯერობით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და აი ნახეთ როგორ გამოიყურება ახლა, ხედავთ რა არის სრულად შეთეთრებული, ძალიან მიუღებელი რესტავრირებით გუმბათს ხედავთ. შეთეთრება ზოგადად რუსებს გუმბათი აქვთ დადგმული. ილორის ეკლესიასთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე ლეგენდა გვაქვს და კიდევ ერთი კელასურის კედელია, ესეც დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამ კედელთან დაკავშირებითაც გვაქვს აი ეს კედელია, მსგავსი ლეგენდა და ვინაიდან არაერთ ციხეს აქვს ესეთი ლეგენდა, რა ვიცი, რამდენად შეესაბამება. თან ესენი ილორის ციხეს რაღაც სხვა შორის ესეთი რაღაც მოხდენილი არქიტექტურა აქვს. კელასურის ციხეს, ხო ძალიან საინტერესო. ეკლესიაზე ვაბობ, ხო? ძალიან. და რა ვიცი, იმედია, როდესაც გაიხსნება გზა აფხაზეთისკენ, აუცილებლად. შევძლებთ რომ დაუბრუნოთ პირველ სახე, ისეთი როგორიც ქონდა მას თავის დროზე. შემდეგი ძეგლი, რომელიც შეგვიძლია ვნახოთ, ეს არის მე პირველად ვიყავი ამ ძეგლის სანახავად, ეს არის ხცისის ეკლესია, რომელიც აი ეს ბაზილიკა არის, რომელიც ბაგრატ მესამის პერიოდში აგებული 1003 წელს დასრულდა ამ ეკლესიის მშენებლობა და აი წარმოიდგინეთ რამდენი ტაძარი გვაქვს ბაგრატ მესამის დროს. ხო, ახლა პირველში გამახსენდა ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, ზუსტად მე მგონი პერიოდით და 1303 წელი თქვი, ხო, ზუსტად ემთხვევა. მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულია არქიტექტურა, ბაზილიკა და გუმბათოვანია. ეს არის გუმბათოვანი და აქაც ახლა ამ ტაძარშიც არის უბრალოდ ისეთი ტიპის რელიეფი და მორთულობა, რომელიც არც ერთ სხვა ტაძარში არ არის გამეორებული. ანუ აბსოლუტურად უნიკალური მოვლენა და არის გზა არის წარმოუდგენლად რთული, მაგალითად წვიმიან ამინჯი. აი ნახეთ, ეს არის აღმოსავლეთ, არა ეს დასავლეთი კედელია, წარწერა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ის ნამდვილად ბაგრატის დროს არის აგებული. აი ბაგრატი მოხსენიებულია როგორც აფხაზთა მეფე. მაგალითად აღმოსავლეთ ფასადზე არის გამოსახული ფრინველები, ისეთი ცხაპრული ფრინველები, როგორ კლანჭებში ყავთ მოქცეული. ლომი, მსგავსი რელიეფი და მორთულობა არც ერთ სხვა ტაძარში არ მეორდება და აი ხაზები, წნულები აქვს ისეთი, რომელიც არის ნამდვილად საყურადღებო და აი აღსაწერი. გზის მიყვანა რატომ არ მოხერხდა როგორ? გზა ძალიან ნუ იქ არის რაღაცა გზა, მაგრამ ეხლა ნახეთ ამ წარწერას შეუძლია ტურისტის მოგზაურის შეცდომაში შეყვანა. კი წერია ხცისი 2.3 კილომეტრი, მაგრამ გონია რომ აქვეა და ამ დროს ჩვენ სანამ ავიდოდით აი ნახეთ როგორი მძიმე რთული გზა არის, აღმართზე ასასვლელი გზა, წვიმის პერიოდში ნაწვიმარზე იქ პრაქტიკულად გადაადგილება არის შეუძლებელი. და ამის შესახებ აი არანაირი მინიშნება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, აი გარეთა ინტერიერი, აი ფასადი აბსოლუტური სიძველეა და ხა იქ ხედავთ კიდევაც აი აღდგენის ნიმუშებს. აი შიგნით აბსოლუტურად შეუსაბამო კაფელმეტლახია.
საერთოდ გარეთ სხვა მოცემულობაა და შიგნით სხვა მოცემულობაა. ეკლესიას აქვს გვირაბი, თვითონ სამალავი აქვს შიგნით, ტაძრის შიგნით იატაკზე და ასევე აქვს მიშენება. სამხრეთი მიშენება იყო განსაკუთრებით საინტერესო და ემოციურად ძიმე სანახავი, იმიტომ რომ სავსეა თავის ქალებით და ძვლებით, ანუ საძვალეა. რა პერიოდის არის ნამდვილად გაურკვეველია, ადგილობრივებმა გვითხრას, რომ ეს არის ბერების სხეულის ნაწილები და ძალიან ისეთი რთული სანახავია, შეიძლება ითქვას. შემდეგი ძეგლი, რომელიც შეგვიძლია ვნახოთ, ეს არის წრომი. თუ ღვთისის ეკლესია არის 1003 წელს აშენებული, წრომი არის 635 წელს დასრულებული და ხედავთ საინფორმაციო დაფას. არაფერი არ იკითხება, უბრალოდ არის დაფა, არსებობს თავის თავში, არანაირი წარწერა, ვთქვათ, ასეთი ძველი ტაძარი ხო არა გვაქვს ახლა ბევრი ქვეყანაში. პირველი ჩახაზული ჯვრის ტიპის ეკლესია არის საქართველოში, ზოგადად აი ამ პერიოდში, ამ თანადროული ეკლესიები რაც გვაქვს, ეს არის აბსოლუტურად სხვა ტიპის, მაგალითად ტეტრაკონქის ტიპის ეკლესიები არის იმ პერიოდში ძირითადად რაც შენდებოდა და ეს არის ჩახაზული ტიპის, ზუსტად ამ დროს იწყება ჩახაზული ტიპის ჯვრის ტიპის ეკლესიების მშენებლობა სომხეთში, აი სომხეთის მაგალითად გაიანეს. რომელი წელია 635 წელს დასრულდა, 626 წელს არის დაწყებული და აი ძალიან შთამბეჭდავი ტაძარია, თვითონ აი ქვებს ეტყობა, აი სიძველე და უამრავი რაღაცა. გარდა ამისა, გარდა ისეთი უცნაური არქიტექტურული დეტალებისა, რაც ნამდვილად იმსახურებს შესწავლას და ყურადღებას, აი აქ არის ქვევრები, თუმცა ღვინის ქვა იმ ქვევრებში არ არის აღმოჩენილი, ვარაუდობენ, რომ ძირითადად იყო ხორბლის და სხვა რამეების შესანახი. თვითონ აი წრომს რაც შეეხება, ეტიმოლოგიაც არის საინტერესო, აი განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, წრომი ნიშნავს ჭოტს, ანუ ჭოტის შვილს ნიშნავს. რატომ დაერქვა კონკრეტულად ამ ადგილს წრომი, არავინ არ იცის. ეს არის აღმოსავლეთი მხარე, სადაც არის აი პილასტრები, რომლის ზემოთაც აი ეს რელიეფური ნაძერწობა არის დაკარგული. ეხლა რატო გამოჩნდა სტალინის ქანდაკება, ადგილობრივების დიდი ამბავი იყო სტალინთან დაკავშირებით, ფილმიც არის გადაღებული დოკუმენტური, რომელსაც ქვია ხელმწიფე, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ტაძრის წინამძღვარი იყო სტალინის სემინარიელი მეგობარი და როდესაც მას პერიოდში ეწეოდა იატაკქვეშა საქმიანობას, აქ იმალებოდა და მისი ძეგლიც გადაარჩინეს ადგილობრივებმა იმით, რომ ამ ეკლესიაში იყო დამალული. ამ ეკლესიას ახლა ამ ტაძარს დამავიწყდა იმის თქმა, რომ აქვს მეორე სართული და სამალავები, აი რაღაცა სასწაული ტიპის ტაძარია და ამბობენ, რომ იმ სამალავში იმალებოდა სტალინი ამ თავის დროზე. და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა უბრალოდ აი მოსახლეობის პოზიცია ამ სტალინთან დაკავშირებით, აი ფილმში არის ასახული ძალიან კარგად და ზუსტად აი როგორ მოხდა გამოტანა აი ტაძრიდან გარკვეული პერიოდი ტაძარში იყო ეს ძეგლი, როგორ მოხდა ამ ძეგლის გამოტანა, როგორ მოახდინეს მისი აღდგენა და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ძეგლი გამოჩნდა, რომელიც აი ძალიან საინტერესო არქიტექტურული თვალსაზრისით, ეს არის მე-18 საუკუნის ძეგლი არის სურამის ეკლესია, რომელსაც აქვს აი მიდგმული სამრეკლო. აი მარცხნივ თქვენ ხედავთ ბაზილიკას, რომელიც არის მე-10 საუკუნის. აი სურამის ციხიდან აი სარკმლიდან რაც ჩანს, აი ეს ეკლესია არის. ესეც არის ძალიან ლამაზია და პირდაპირ ამ ტაძრიდან ნახეთ სურამის ციხე ჩანს მხარეს. აი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით თვითონ აღწერით. აქ შეინიშნება ეს მეფის რუსეთის დროინდელი კვალი, იქ არის ბევრი გადაკეთებები და ზოგადად აი აუცილებლად შესასწავლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. შემდეგ გვაქვს ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტში 9 მუხას კოშკი, რომელიც არის აი ცილინდრული კოშკი არის მე-18 საუკუნის და 9 მუხა აი ეს კოშკი არის, 9 მუხა იმიტომ ქვია, რომ როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს და ადგილობრივი ლეგენდა რასაც ამბობს, როდესაც წმინდა ნინო წამოვიდა ჯავახეთიდან, აქ შეისვენა ამ 9 მუხებთან, იქ ისაუბრა იქ გარკვეულ ადამიანებთან. ეხლა მუხები, რა თქმა უნდა, არის დაკარგული, არ არსებობს ეხლა მუხა იქამდე ვერ მოვიდოდა, მაგრამ ახალი ეკლესია ააშენეს
ეს არის 9 მუხის სამების ტაძარია, რომლის არქიტექტურა პირადად ჩემთვის არის აბსოლუტურად რთული აღსაწერად, აი ამ ტაძარზეა საუბარი. როგორი საინტერესოა. ხო, ძალიან რაღაცა ახალი ტიპის, საერთოდ აღწერა რთულია რა ტიპის ეკლესია არის. და აქვე არის დარგული ეს მუხები, ანუ ცდილობენ რომ აი ამ სოფელს დაუბრუნონ ისტორია. ასევე აქაც არის წმინდა ნინოსთან დაკავშირებული პატარა ძველი ეკლესიაც. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთი საინტერესო ადგილი ხაშურში, ეს არის ქვიშხეთი, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი. მე ვერ წარმომედგინა თუ ასეთი საოცარი მუზეუმი დამხდებოდა. თანამედროვე სრულად აღდგენილი. ბოლო წლებში აღდგა ხო, თორე იყო ძალიან ზოგადად 2007 წელს გაიხსნა როგორც მუზეუმი და შემდეგ მოხდა მთლიანად რესტავრირება აი ამ სახლის 900-ზე მეტი დოკუმენტური მასალა, მისი პირადი ნივთები, ფოტოსურათებია და სახლი არის ავთენტური. ეს სადამდე ცხოვრობდა ამ სახლში პირველ გადასახლებამდე? პირველ გადასახლებამდე სტავროპოლში სანამ გადაასახლებდნენ, მანამდე ცხოვრობდა ამ სახლში. შემდეგ უკვე შთამომავლება რა მისმა რძალმა, როგორც კი ნახა რომ რა ხდებოდა ამ ბოლშევიკურ პერიოდში, მაშინ დაასწრო მათ, სანამ ჩამოართმევდნენ სახლი მთლიანად გადასცა მწერალთა სახლს, ანუ ამან გამოიწვია ის, რომ აი იმ პერიოდში ეს სახლი გადარჩა. ისე როგორც თბილისში ყოიანური გადაწყვეტილება მოწოდა. გადარჩა სარაჯიშვილის სახლი. ყველა დანარჩენი სახლი კომუნალურ სახლად იქცა თბილისში, ერთადერთი სარაჯიშვილის სახლის გარდა. აქაც აი იქვე თქვენ ხედავთ კოტეჯებს, ეს არის წერლებისთვის გაკეთებული კოტეჯები და აი წარმომიდგენია რა ჟივილხეველი და ამბები იქნებოდა. დიმიტრი ყიფიანის დროს პირველ რიგში, ანუ ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ჩვენი ქვეყნის ისტორიის. მისივე აშენებული და სახლი კი არის 60-იან წლებში აშენებული, მაგრამ სახლს აქვს ერთი ნაწილი, რომელიც მე-19 საუკუნის პირველი დროინდელი ყველა მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორი და ისიც აი ესე გაწირული და გადასახლებული, როგორც ემართება ყველა საქმის მკეთებელ და მოყვარულ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. მთლიანობაში ხა რაც მოგიყევით ძალიან მოკლედ მაქსიმალურად, ეს არის ერთდღიანი მარშრუტი. ერთდღიანი მარშრუტი რომლის დაგეგმვა შეიძლება თავისუფლად იმ მიზნით, რომ უფრო მეტად გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა. უქმეებზე ძალიან ისეთ საინტერესო დღეების მოწყობა შეიძლება რომ უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს ჩვენი კულტურის შესახებ, რომელიც დაგვეხმარება რაღაცები დღეს რა ვითარებაში ცვათ იმის გადააზრებაში. დიმიტრი ყიფიანის მუზეუმში ისეთი დიდი დაგვხდა, ისეთი მასპინძელი, საერთოდ ვერ წარმომედგინა რეგიონებში მემორიალურ სახლებს ესეთი გიდები არ ყავთ. და ვარ აღთვალიერებ. რომელმაც ისტორიაც შესაბამისად მოყვა ამ ადამიანის. აი ბრწყინვალე და ძალიან მიხარია რომ გვაქვს ამ ადამიანის მუზეუმი მაინც ისეთი, როგორიც მას ეკადრება. ელზა, ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის საინტერესო იყო შენი მოსმენდა და მგელოდებით ერთ კვირაში სხვა თემებით. მადლობა ელზა. ჩვენ კი რეკლამა ვნახოთ და რამდენიმე წუთში უკვე სხვა თემებით დაგიბრუნდებით.